ლელო ძლიერი საქართველოს განცხადებით ისინი დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგს და კორუფციული სქემის გამოაშკარავებას აპირებენ, რომელიც წლებია თბილისის მერიაში მოქმედებს. როგორც კოალიციის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვეს, თბილისში 10,000 ავარიული სახლია და ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა. მათი განცხადებით წლებია ხალხი უსაფრთხო საცხოვრისს ელოდება, თუმცა მერია თუ მათი ინტერესი არ არის, რეაბილიტაცია ჩანაცვლების პროექტს არ იწყებს, რაც ოპოზიციონერების შეფასებით სისტემური კორუფციის აშკარა მაჩვენებელია. კოალიციის წევრები ამბობენ, რომ სპეციალური ჯგუფი 24/7-ზე მოსახლეობის ნებისმიერ მიმართვაზე რეაგირებისთვის არის მზად. ჩვენ მას შემდეგ რაც ფაქტობრივად ყოველდღიურად მუშაობთ ამ რეჟიმში ავარიულ კორპუსებზე, ავარიულ შენობებზე, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება და გთხოვს რომ დავეხმაროთ ამ პროცესში. ჩვენი მიზანიც ეს არის რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ხალხის ინტერესი პოლიტიკაში, რომ მივიდეთ ყველა იმ ადამიანთან, ვინც კახა კალაძემ და თბილისის მერიამ მარტო დატოვა საკუთარი პრობლემების პირისპირ. ყველგან სადაც მივდივართ, მოყვებიან და ცდილობენ რომ მოსახლეობასთან საქმე დაალაგონ, მაგრამ სადაც ეს არ გამოსდით, აი ასეთი სტიკერებით, წებოვან სტიკერებს აკრავენ, სადაც არის ინფორმაცია დატანილი, რომ შენობა არის საფრთხის შემცველი და მოსახლეობამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს ტერიტორია. ბუნებრივია, ეს არის უბრალოდ პასუხისგებლობის არიდება და ისრების მოსახლეობაზე გადატანა. რეალურად ამ ხალხს რაც ჭირდება, ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც აქ ცხოვრობს, არის ის, რომ მათ მისცენ ადეკვატური შეთავაზებები, რომ ადამიანებმა შეძლონ იმ ფასად, რა თანხასაც თავაზობენ, გავიდნენ ამ ავარიული შენობიდან და იქირაონ სხვა ფართები. ქართული ოცნებისთვის ადამიანი და მისი სიცოცხლე მეასე ხარისხოვანია. მათთვის მთავარია, სანამ ძალაუფლება აქვთ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ და რაც შეიძლება დიდი სასახლეები აიშენონ. ეს არის სიმართლე. თბილისი ინგრევა, ქართული ოცნება კი შენდება. თბილისში დაახლოებით 10,000 საცხოვრებელის ავარიული საცხოვრებელი სახლია და ეს პრობლემა რა თქმა უნდა დღეს არ დამდგარა. თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან უსაფრთხო საცხოვრებელს. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო ყოველ დღე ვივლით იმ ტერიტორიებზე, მოვახდენთ ამ შენობების იდენტიფიცირებას და იმ კორუფციული სქემების გამოაშკარავებას, რომლებიც წლებია თბილისის მერიაში არსებობს. ჩვენი კოალიციის ლელო ძლიერი საქართველოს თბილისის ორგანიზაციაში, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ ჩვენი ისნის გუნდი, მუშაობს სპეციალურად შექმნილი გუნდი, რომელიც 24/7-ზე მზადყოფნაშია მოქალაქის ნებისმიერი მომართვის შემთხვევაში მყისიერ რეაგირებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დაცვისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის. სწორედ ამისთვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ ყველა დონეზე აბსოლუტურად ჩვენ ვამხილოთ და ჩამოვშალოთ ეს კორუფციული სისტემა.